წუთებში კოპენჰაგენში უკვე იკრიბებიან ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები, ვრცელდება პირველი კადრები ამ შეკრების შესახებ. დღეს უკვე როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ დისკუსიას და დღის წესრიგის მიხედვით მთავარი საგარეო პოლიტიკური საკითხი იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ არის მოხსენიებული საქართველო, დიდი ალბათობით ყველას აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა საქართველოს საკითხიც განიხილონ, რადგან სწორედ ხვალიწურება ვადა, რომელიც ბრიუსელმა დაუწესა საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, რომ თუ კი ისინი არ შეასრულებენ კონკრეტულ ვალდებულებებს და პირობებს, მაშინ ამ შემთხვევაში საქართველოს შესაძლოა დაკარგოს ის მონოპოვარი, რომელიც არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაბამისად ახლა საინტერესოა თუ რა კონტექსტში განიხილავენ საქართველოს საკითხს, ან ზოგადად შეეხებიან თუ არა საქართველოში არსებულ ვითარებას. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსებთ აქვს მოლოდინი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ერთი დღე რჩება ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც შესაძლოა შეეხონ. რაც შეეხება კომენტარებს, ამ წუთებში უკვე კეთდება კომენტარები დიპლომატების მხრიდან და საინტერესოა იქნება თუ არა სწორედაც საქართველოს ნახსენები. რაც შეეხება ვადის ამოწურვას, სწორედ ის ვალდებულებები, რომელიც შესასრულებელი აქვს ქართულ ოცნებას, ამ დრომდე რჩება უპირობოდ, რადგან ქართულმა ოცნებამ არც ერთი პირობა არ შეასრულა, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას და ზოგადად რეპრესიების შეწყვეტას ქვეყანაში და სწორედ ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველოს ემუქრება ბრიუსელის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პოლიტიკოსები აკისრებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ პირადი ინტერესები დააყენეს წინ, ვიდრე საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, რადგან ეს დიდ ზარალს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების შეფასებით ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებზე არ ფიქრობს და ეს დიდი მონოპოვარი შესაძლოა უკვე რამდენიმე თვეში საქართველოს დაკარგოს. ბუნებრივია, ხვალ არ იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ამის მოლოდინი არავის არ აქვს, თუმცა ასევე სავარაუდოდ ჩანიშნულია ასევე 5 ოქტომბერს ეს შეხვედრა და შესაძლოა აქ უკვე გამოიკვეთოს კონტურები თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ბრიუსელმა საქართველოსთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე 31 აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა არის და თარიღია. საქართველოს დარწმუნებული რომ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინასთან სხვა საკითხებთან ერთად, რომელსაც განიხილავენ დანიაში. მაგრამ გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით ამის მოლოდინი არამარტო ეხლა იქნება. საქართველოს მოქალაქეების თვის ერთის მხრივ ეს ვიზალიზაციის დაკარგვა არ არის უბრალოდ რაღაცა უვიზო გადაადგილების დაკარგვა, ერთის მხრივ ეს არის ჩვენი რაღაც მთელი ღირებულებით სისტემის ჩამოქცევა, იმ არჩევანის ჩამოქცევა, რაც ქართულმა ხალხმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გააკეთა. ამის ჩვენგან ამორძირკვა ვერ მოახერხა ვერც მონღოლმა, ვერც ოსმალომ, ვერც სპარსმა და ვერც რუსმა მათ შორის. ეგეთი რაღაცები ესე არ იცვლება. ამას ვერ იზამს მით უმეტეს ვიღაც მანქურთი ივანიშვილი. საქართველოს საკითხი რა თქმა უნდა განხილულია და იქნება ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, მაგრამ პოზიტიური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის, ვთქვათ, წინსვლა შეიძლება იყოს ამ კუთხით, მე ვერ გამოვხატავ და იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ქართველი ხალხი დაეშორებინა ევროპის კავშირს. რაც შეეხება კონკრეტულად, ვთქვათ, დანიაში შეხვედრას, ასევე სექტემბერში იცით, სექტემბრის შუაში იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა. დიდი სახელმწიფოები გამოხატავდნენ იმ შეშფოთებას, რაც გულისხმობდა, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ნამდვილად უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ეს ეროვნული კატასტროფა შეიძლება თავს დააწყდეს საქართველოს და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდება. ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შეჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების რეჟიმი იყენებს ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი ინდივიდუალური დასანქცირება, ისინი ამისთვის იყენებენ უნგრეთს და ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ვერ შედგეს კონსენსუსი ევროკავშირში, ანუ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ არ დაუჭიროს მხარი სანქციების დაწესებას
შესაბამისად ევროკავშირს მხოლოდ რჩება ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ უპასუხოს ქართული ოცნების რეჟიმის რეპრესიებს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დანია დღესვე თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას გამართავს, ასევე ჩანიშნულია ევროკავშირის საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრაც, რომელსაც უმასპინძლებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო უხელმძღვანელებს ამ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. მთავარი განსახილველი საკითხი, როგორც დღის წესრიგშია გაწერილი, იქნება რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირის როლი ამ კონფლიქტების მოგვარებაში, ასევე შეეხებიან საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და ახლა აქ საინტერესოა განიხილავენ თუ არა სწორედ საქართველოს საკითხს, რადგან ვადა სწორედ ხვალიწურება და მიუხედავად ამისა ქართულ ოცნებას არც ერთი პირობა ბრიუსელის მხრიდან არ დაწესებული არ შეუსრულებია და ეს პირობები ეხება საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება სამართლიანი სასამართლოსი, ასევე ის რეპრესიული კანონები, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის მუშაობას და ზოგადად ის რეპრესიები, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნების გუნდი თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ის მთავარი პირობები, რომელიც ქართულ ოცნებას უნდა შეესრულებინა ამ დროის განმავლობაში, თუმცა არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, ამიტომ დადებითი მოლოდინი პოლიტიკოსებს არ აქვთ და შესაბამისად დიდი ალბათობით საქართველოს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნება განხილული. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.